დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ჩვენი მთავარი სათქმელი, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. დიახ, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე ფასეულია, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე ღირებულია ნებისმიერ საზოგადოებაში, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე. და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რა ადგილი უკავია ადამიანს ცოცხალ სამყაროში, რა თქმა უნდა, შეიძლება წარმოვიდგინოთ იგი ბიოლოგიური პირამიდის მწვერვალზე, სადაც მას შეუძლია განკარგოს თითქოს ცოცხალ სამყაროში მიმდინარე პროცესები. მაგრამ სინამდვილეში ორგანიზმთა შორის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია და ძალიან ხშირად ერთი ორგანიზმი მეორე ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრობს. ასეთ ურთიერთობას პარაზიტული ურთიერთობა ჰქვია და ძალიან ხშირად პარაზიტული ურთიერთობა ცოცხალ ორგანიზმებთან ადამიანისთვის შეიძლება ძალიან სერიოზულ თავსატეხად იქცეს. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი მედიკოსისთვის ეს არის კონკრეტული დიაგნოზი, ფართო საზოგადოებისთვის ეს შეიძლება იყოს შფოთვის საბაბი და სერიოზული შფოთვის საბაბი. არ დაგიმალავთ, დღევანდელ თემაზე საუბარს მე არ ვაპირებდი. უფრო მეტიც, ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემის დაგეგმასაც არ ვაპირებდი, რადგან ვთვლიდი, რომ იმდენად ბევრია ამ თემაზე ნათქვამი, იმდენად ბევრ საინფორმაციო სივრცეში იღებს ადამიანი ამა თუ იმ ცნობებს, იმდენად ბევრია სოციალურ პლატფორმებზე ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, აზრთა ჭიდილი და ასე შემდეგ, რომ გადავწყვიტეთ სიმართლე გითხრათ, ცოტა სხვაგვარად შევხედოთ ამ საკითხს და გავითვალისწინეთ აგრეთვე ჩვენი ერთგული მაყურებლის თხოვნად. გავითვალისწინეთ საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებაც, რომელიც თვლის, რომ დიახ, ჩვენმა გადაცემამ მსგავს კითხვებს უნდა უპასუხოს. ყველა იმ ადამიანის აზრიც გავითვალისწინეთ, ვინც თვლის, რომ ჩვენს მიმართ ნდობა მათ აძლევს საფუძველს მოისმინოს პროფესიონალთა აზრის სწორედ ამ გადაცემიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დიახ, ჩვენც ვისაუბროთ იმაზე, რადგან გაუთავებლად არის საუბარი და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის პარაზიტი სახელად მუნის ტკიპა და შესაბამისად ჩვენ ვისაუბრებთ დაავადებაზე, რომელსაც როგორც ასეთი მუნის სახელით მოიხსენიებენ. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში რა წახნაგები აქვს აი ამ ერთ პარაზიტს და რატომ შეიძლება მან სხვადასხვა დარგის, სხვადასხვა პროფილის ექიმის პროფესიული ჩარევა გამოიწვიოს, ან რატომ შეიძლება დასჭირდეს ადამიანს სხვადასხვა დარგის პროფესიონალის კონსულტაცია, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ და მე იმედი მაქვს თქვენს კითხვებსაც სამომწურავად ვუპასუხებთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ. შესაბამისად ვიწყებთ გადაცემას და ვიწყებთ მსჯელობას კოლეგებთან ერთად და პირველი სტუდიაში ახლა შემოვა ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი პარაზიტოლოგი, პროფესორი ქალბატონი ირმა კოკაია. ირმა, მობრძანდით, დილამშვიდობისა. მიხარია თქვენი სტუმრობა ახალ სტუდიაში. დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მუნი დავიწყოთ პირდაპირ ამ თემაზე საუბარი, როგორც პარაზიტულ დაავადებაზე და ვისაუბროთ სწორედ თქვენი პროფილის და პროფესიის ჭრილში. როდესაც ტკიპებზე საუბრობთ, ეს არის თემა, რომელსაც წლების მანძილზე ვეხებით ჩვენ. რადგან ტკიპები საკმაოდ დიდი ჯგუფია პარაზიტების, რომელთა დამსახურებით სხვადასხვა დაავადება შეიძლება დაემართოს ადამიანს. ვიდრე უშუალოდ მუნზე ვიტყვით, რა პრობლემები არის ყველაზე ხშირად ტკიპებთან დაკავშირებით და რამდენად ხშირად არის ადამიანი სწორედ ტკიპებისგან დაზარალებული. კიდევ ერთხელ მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. რაც შეეხება ტკიპებს, ტკიპები ეს ჩვენი ბუნების ესეთი განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, რომელთა დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის აბსოლუტურად უნებელია, თუმცა არის გარკვეული კატეგორია, რომელსაც შეუძლია რაღაცა გარკვეული დაავადებების გადატანა. მათ შორის ზოგ შემთხვევაში ძალიან ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადების გადატანა, ისეთი როგორც არის მაგალითად ყირი, კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ისეთი როგორც არის ლაიმის დაავადებები, რომლების დროსაც ხდება რაღაც სისტემური ინფექციის განვითარება და რომელსაც ჭირდება ძალიან დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან ესეთი მძიმე გართულებები ახასიათებს. გარდა ამისა არის ტკიპები, რომელიც არის კანის დაავადების გამომწვევი, რომელსაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის
მუნის ტკიპი, რომელიც არის უშუალოდ კანის პარაზიტი და სხვა ორგანოებთან ან ორგანოთა სისტემასთან შემხებულობა მას არ აქვს. ეს იწვევს წმინდად კანის დაავადებას, თუმცა ეს არის ის დაავადება, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის მოსახლეობაში და აი რაღაც ბოლო პერიოდში ცოტა რაღაცა გააქტიურდა ამ თემასთან დაკავშირებით, აი ეს რაღაცა გარკვეული პრობლემებმა იჩინა თავი. ეხლა თუ თვითონ ამ ტკიპს განვიხილავთ, მუნის ტკიპს, გამომწვევ ტკიპს, ეს არის ძალიან პატარა ზომის ტკიპი, რომელიც ჩვენი შეურეაღებელი თვალით არ ჩანს, ანუ ჩვენ მას, აი ჩვენით ვერ ვხედავთ, ანუ ასეთი ტკიპის დიაგნოსტირება, მუნის გამომწვევი ტკიპის დიაგნოსტირება, როგორც წესი ხდება კი არა და აუცილებლო შემთხვევაში საჭიროა მიკროსკოპით მისი გამოკვლევა, იმიტომ რომ ეს მიკროსკოპულია და ადამიანების დაავადება მუნის ტკიპით ხდება ასევე ოღონდ მუნით დაავადებულ ადამიანთან კანით კანზე კონტაქტით, რომელსაც ჭირდება გარკვეული პერიოდი. ანუ ეს პერიოდი სულ მცირე უნდა იყოს დაახლოებით 10 წუთი და მეტი. აი 10, 15 წუთი, 20 წუთი საჭირო არის იმისთვის, რომ აი მუნით დაავადებული ადამიანისგან ეს მუნი გადაცოცდეს ჯანმრთელ ადამიანზე და გამოიწვიოს დაავადება. ასე რომ ესეთი ხანმოკლე კონტაქტებით, ისეთი როგორც არის კოცნა, ისეთი როგორც არის ხელის შეხება, ხელის ჩამორთმევა, ასე მარტივად ეს დაავადება არ გადადის და ამასთან შედარებით ეს შესახება ეს შიში, რომელიც ახლა საზოგადოებაში არის გავრცელებული, საკმაოდ არარეალურია. ასევე შედარებით ნაკლებად გადადის მყარი ზედაპირებიდან, იმიტომ რომ მუნის ტკიპს არსებობისათვის ჭირდება აუცილებლად კანის საფარველი და კანის გარეშე აი მყარ საგნებზე, ისეთი როგორც არის მაგალითად აი თუნდაც მაგიდის ზედაპირები ან რაღაცა სხვა ტიპის მყარი საგნები, მისი სიცოცხლის უნარიანობა დაახლოებით არის 72 საათი. იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი, ნებისმიერ მყარ ზედაპირზე 72 საათის შემდეგ ის თავისთავადაც იღუპება, რომ ამისთვის არანაირი ძალისხმევა არ არის საჭირო, არც რაღაც დამატებითი დეზინფექციის ჩატარება და ასე შემდეგ. ანუ კანის საფარვლის გარეშე ის ზუსტად 72 საათში იღუპება. აქედან გამომდინარე, ასეთი საგნებით ამ ტიპის გადაცემა არის თითქმის ძალიან მინიმუმამდეა ამ შემთხვევაში ეს დაყვანილი. ამიტომ როგორც წესი მუნი გვხდება ხოლმე იმ სიტუაციებში, როდესაც არის ახლო კონტაქტი, ამიტომ ძალიან ხშირი არის მაგალითად სქესობრივ პარტნიორებს შორის, ხშირი არის ოჯახის წევრებს შორის, იმ შემთხვევაში რო არის მაგალითად ერთი და იგივე საწყოლის თეთრეულით სარგებლობა, ან შეიძლება რაღაცა პირადი ნივთები, მათ შორის პირსახოცის გამოყენებით, შესაძლებელია ტანსაცმლის გამოყენებით. აი ამიტომ აი ესეთ ძალიან მჭიდრო კონტაქტებში უფრო არის ხოლმე დაავადების შემთხვევები, ვიდრე რაღაცა ის ფართო მასებში გავრცელება დაავადების. ჩვენ გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ ტრადიცია, როდესაც ჩვენ მაყურებელთა კითხვებს პასუხობთ და ტექნოლოგიის განვითარება ნიშნავს იმას, რომ თვითონ კითხვების ფორმატებიც იცვლება და ვიდეო კითხვა გვაქვს ჩვენ მაყურებლისგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით გითხრათ, რომ ეს არის ერთი კითხვა მრავალ კითხვათა შორის და შეგვიძლია განზოგადება, რომ მსგავსი კითხვა შეიძლება ჰქონდეს მაყურებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს. მოდით ერთად მოусმინოთ ამ კითხვას. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოგოცით კითხვის დასმის საშუალება. როგორც ვთქვით, სკოლებში და ბაღებში ჩატარდა დეზინფექცია მუნთან დაკავშირებით. რამდენად სასურველია ბავშვი რო გაუშვათ მეორე დღესვე სკოლაში, თუ არსებობს რაიმე რეკომენდაცია, რამდენი დღით დავტოვოთ ბავშვები სახლში. დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს შეკითხვისთვის. ძალიან აქტუალური კითხვაა, იმიტომ რომ გათვალისწინებით მჭიდრო კონტაქტებისა სკოლები, ბაღები ამ ხრივ ძალიან ხშირად არის მშობლებისთვის შფოთვის, დიახ, მშობლებისთვის ბოლო ხანებში შფოთვის საგანია ეს, რომ ვაიმე ბაღში როგორ გაუშვა, ვაიმე სკოლაში როგორ გაუშვა, მით უფრო დეზინფექციის შემდეგ, როდის შეიძლება გაუშვა. აი, სწორედ ამაზე საუბრობდით, რომ აი მაგიდიდან, სკამიდან, რაღაცა სასწავლო ნივთებიდან აი მისი გადამცემლობა ისედაც არ არის ძალიან მაღალი, თუ არ არის მჭიდრო კონტაქტი თვითონ ამ დაავადებულის და ჯანმრთელი ადამიანის. და როდესაც ჩატარდა დეზინფექცია, მაგალითად მშობლების მოთხოვნით. როდესაც ჩატარდა დეზინფექცია, გააჩნია რომელი სადეზინფექციო ხსნარებია გამოყენებული და გააჩნია მათ ყველას აქვს თავისი განსაზღვრული ექსპოზიციის დრო. ანუ გარკვეული სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების შემდეგ უკვე 6 საათში შეიძლება, ზოგს 12 საათი, ზოგს 10 საათი. ამის შესახებ მითითება საძლევა. დიახ, ამის შესახებ როგორც წესი არის ინდივიდუალური მითითებები. რეალურად აი ძალიან ზოგადად თუ განვიხილავთ, მეორე
მეორე დღეს ალბათ სკოლაში გაშვება იქნება უსაფრთხო, იმიტომ რომ უმეტესი ხსნარები სადეფისკოს გაცილებით მალე მოქმედებენ დროში. ჩვენ გვაქვს მოკლეტი ხარი იმისთვის, რომ საუბარი გავაგრძელოთ კიდევ ერთ ჩვენს კოლეგასთან ერთად. ჩვენ თქვენი თხოვნით საუბრობთ თემაზე, რომელიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე პრაქტიკულად საყოველთაო განხილვის საგნად იქცა და რა კი ჩვენი გადაცემის მაყურებელს ჰქონდა ასეთი მაღალი ინტერესი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენს კითხვებს აუცილებლად ვუპასუხოთ და როგორც უკვე ექიმი პარაზიტოლოგისგან მოისმინეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს მუნისტკიპის შემთხვევაში, სამიზნე ხდება კანი და ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩვენ საუბარს ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, იგი გახლავთ დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი თამარ ებანოიძე. დილომშვიდობისა თამარ და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საუბრობთ სამიზნე ორგანოზე. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ზარალდება ყველაზე მეტად. რა ხდება კანზე მუნისტკიპას ზემოქმედებით? მოდით მე ცოტა ოდნავ შორიდან დავიწყებ. რა საკვირველია? გამოვეხმაურები იმ საყოველთაო აჟიოტაჟს, რომელიც გამოიწვია ამ ერთი შეხედვით დერმატოლოგებისათვის და კანისათვის ყველაზე უპრობლემო და ყველაზე ცნობილმა დაავადებამ, რომელიც მრავალი ათასწლეულია, სხვათა შორის ძველ აღთქმაშიაც არის ის მოხსენიებული და იქიდან მოყოლებული და სხვა ბევრ მრავალ წყაროებში ჩვენამდე მოღწეულს, ასე რომ დაავადება საკმაოდ კარგად არის ცნობილი და არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებული ესეთი აჟიოტაჟის საფუძველს. დაგეთანხმებით და ალბათ ყველას დავეთანხმები, რომ რატომღაც მომრავლდა მუნის რაოდენობა. საერთოდ ქალბატონი ირმაც დამეთანხმება, რომ სხვადასხვა მიკრობებით გამოწვეული პანდემიას ვერ ვიტყვი, ეს გავრცელება ძალიან ფართო გავრცელება რაღაც ციკლურ ხასიათს ატარებს. ის ამჟამად შემცირდა, სადღაც 15 წელს მოიცავს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ 90-იან წლებში იყო ეს საკმაოდ გავრცელებული და მოდით ჩვენ თავს ნუ დავიდანაშაულებთ, ეს არ იყო მარტო ჩვენ ქვეყანაში და არ არის ამჟამად მარტო ჩვენ ქვეყანაში. ეს საყოველთაო, ასე ვთქვათ, შემოbrუნება აი ამ ციკლისა, ალბათ გავიდა ის 15 წელი, როდესაც ეს დაავადება უნდა დაბრუნებულიყო ესე აქტიურად, თორემ მუნი იყო, არსად არ წასულა და ალბათ ყოველთვის იქნება, სანამ იარსებებს კაცობრიობა. რა ხდება კანზე? რა ხდება კანზე? ამ დროს კანზე ჩნდება გამონაყარი და ეს გამონაყარი ჩნდება იმ ქავილისაგან, რომელსაც მუნის მდედრი, მუნის ექსკრემენტები, კვერცხები და მათ მიერ გამომუშავებული ენზიმები, ალერგიული დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია ვითარდება და ზუსტად ეს იწვევს კანის სენსიბილიზაცია. ამ დროს არ არის კანი მომზადებული აი ამ პატარა უცხო სხეულის ნივთიერებისათვის, რაც იწვევს ქავილს, რომელიც შემაწუხებელია. ქავილი არის ძალიან დიდი ფსიქონევრული პროცესი, რომელიც ძალიან მოქმედებს, იცით, მარტო კანის ქავილი ეს არ არის, ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, ადამიანს არ ძინავს, ძალიან არის შეწუხებული და მას თუ იმ სტიგმასაც ჩავთავთ, რომ ეხლა აღიქმება მუნი როგორც ჰიგიენის ცუდი პირობების დაცვა, კიდევ უფრო უმძაფრდება ეს თავისი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის ადამიანი. მაგრამ ეს ასე არ არის. მუნისტკიპა არ არჩევს სუფთა და ბინძურ ადამიანს, ის თანაბრად გადაედება მის მიმართ მიმღებლობა აქვს ყველას. და ასე რომ ალბათ ესეც არის ერთ-ერთი იცით აი ამ პანდემიის თუ აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი, რომ ადამიანები მალავენ მუნს, მათ ერწყვინებათ ეს გონიათ თავიანთი რაღაც ჰიგიენის პირობების არ დაცვასთან ასოცირდება ძალიან ბევრისათვის. ალბათ შემდგომ ალერგოლოგიც გყავთ სტუმრად, აუცილებლად და გავიგებთ, რომ ეს ადამიანები ხშირად აკითხავენ ალერგოლოგს, რომ ალერგია მაქვს, მეკავება და ვერ უშვებენ ან არ უშვებენ, რომ მათ კონდეთ შესაძლო მიზეზი არის მუნი. თუმცა მე ვისარგებლებ შემთხვევით და ასევე დაგისვამთ კითხვას, უბრალოდ მე არ დაგისვამთ კითხვას, მაყურებელი თქვენც გისვამთ ვიდეო კითხვას და მოდით ერთად მოვუსმინოთ და შემდეგ უკვე უპასუხეთ მას. მადლობას გიხდით, რომ მომეცა შანსი და უსვათ ჩემი შეკითხვა პროფესიონალ ექიმს.
მე მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან მუნი და ტიპიური ატოპიური დერმატიტი, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს და საკმაოდ ძნელია მისი ერთმანეთისგან გარჩევა. მინდა რომ კარგად შევძლო, ორი პატარა მყავს და არ მინდა რაიმე გამომეპაროს. ერთ-ერთ აწუხებს ზუსტად ატოპიური დერმატიტი და რაც ეს მუნის თემა გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, საკმაოდ დაძაბული ვარ და ყოველდღე ისტერიულად ვამოწმებ მათ გამონაყარს და მაინტერესებს მოკლედ როგორ შეიძლება განვასხვაოთ ერთმანეთისგან ესე. მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ალბათ ეს კითხვა უკვე ჩვენი შემდგომი ბლოკის სტუმარს გარკვეულწილად უკავშირდება, თუმცა თქვენც უნდა უპასუხოთ ქალბატონო. მოდით ესე გავაკეთოთ, ძალიან კარგია რომ ჩვენ შეკითხვამ დაგვასწრო და არ ჩამოვთვალე მუნის ის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, რაც გვხდება პაციენტებში, იმიტომ რომ ზუსტად ეს იწვევს შემდგომ კიდე მესამე მიზეზი, ეს იწვევს შემდგომ თვითმკურნალობას და არასწორ მკურნალობას. ატოპიური დერმატიტის დროს ჩვენ ვიცით ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებაა, რომლის დროსაც ჩდება დაახლოებით იგივე კლინიკური სურათი ჩვენ სუბიექტურ ჩივლებთან ერთად, ამიტომ მე აქ დიფერენცირებას არ გავაკეთებ და ერთადერთი რჩევა იქნება, როგორც ჩვენი ამჟამინდელი მაყურებლისთვის, ასე სხვისთვის, რომ აუცილებლად სპეციალისტს მიმართონ. ანუ თვითონ არ დაიწყონ გამიჯნა ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ისეთი ნიუანსებია, იცით, პატარა ბავშვი რა ასაკის არის, დიდია, მოზარდია, როგორი ისტორია უძღვის ამას წინ. როგორი ისტორია. იმდენი ნიუანსია, როდესაც ზოგჯერ დერმატოლოგს უჭირს თვითონ დიფერენცირება და დიაგნოზის დასმა. არათუ მშობელს ვასწავლოთ, ვთქვათ, მშობელს ერთადერთი შემიძლია ვასწავლოთ და ურჩიო ის, რომ თუ შიში ექნება, რომ მის პატარას აქვს ეს კანის უმნიშვნელო, უპრობლემო, ასე ვთქვათ, პარაზიტული დაავადება, მიმართოს ექიმს და გამიჯნოს ეს ორი დაავადება ერთმანეთისაგან. რადგან ისევ ვიმეორებ, რომ თვითმკურნალობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს. მით უმეტეს იქ სადაც ატოპიური დერმატიტის დროს. დიახ, მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს ეშინიათ მუნის დიაგნოზის განხელა, სოციალური წნეხის გამო და ზეწოლის გამო, რა თქმა უნდა, არის იმის რისკი, რომ ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობა იყოს ძალიან სახიფათო. აი ზუსტად მაგ რისკზე მინდა ვთქვა ეხლა, რომ რცხვენიათ რომ გაამხილონ, არ ამბობენ, ეს არის არანაირად მოსარიდებელი არ არის, რაც უფრო მეტად დავმალავთ, მით უფრო ხელს შეუწყობთ მის გავრცელებას. იმიტომ რომ კონტაგიოზური, როგორც ქალბატონმა ირმამ თქვა, კანის კანთან ჭირდება კონტაქტის შედეგად გადადის. ეს არ გადადის არანაირად, თქვათ, საგნებიდან. ამიტომ ჩვენ თავისუფლად, როგორც კი ბავშვი დაიწყებს, პაციენტი, არა აქვს მნიშვნელობა ბავშვი იქნება, თუ მოზარდი იქნება თუ ვინ. როგორც კი ადამიანი დაიწყებს მკურნალობას, ის გადამდები აღარ არის. თუ რა თქმა უნდა, მას არ ექნება თვითონ დისკომფორტი, მოხმარებული ან მალამოს, ან სხვა რაიმე საშუალებების მიმართ. მეტი მოსარიდებელი, ვთქვათ, აქ პირიქით აუცილებლად უნდა იცოდეს იმ საზოგადოებამ, ბაღი იქნება თუ სკოლა იქნება, სადაც თუნდაც სამსახური, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გავრცელება. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ აი ამ განსხვავებაზე, რა კი კითხვა ქონდა ჩვენს მაყურებელს, იმუნოლოგ ალერგოლოგსაც ვკითხოთ და მოკლე ხრის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთთ და ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ლომიძე. ნინო, გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან სერიოზული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თამარის სიტყვებს მოვიშველიებ დერმატოლოგებისათვის, პარაზიტოლოგებისათვის, ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კარგად ნაცნობი, არც თუ ისე რთულ პრობლემად მონათლული თემა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი თქვენამდეც მოვიდა და განსაკუთრებით საგულისხმოა კითხვა, რომელიც ახლა ჩვენმა მაყურებელმა დასვა, სადაც იკვეთება მაგალითად ალერგოლოგიური პრობლემები, როგორ შეიძლება გასარჩევი და გასამიჯნი აღმოჩნდეს პარაზიტულ პრობლემებთან. რამდენად ხშირია, როდესაც ალერგიული რეაქცია გაქვთ გასათვალისწინებელი
ზოგადად ნაკბენის შემთხვევაში და მუნით ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. მადლობას მოგახსენებთ, ქალტომარი. დიახ, აბსოლუტურად სწორედ ბრძანდებით, რომ პაციენტებს, რომელსაც მუნი აღენიშნებათ, ჩვენს ხშირად მოგმართავენ სწორედ აი ამ დიფერენცირებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ მუნი არის პარაზიტოლოგიური დაავადება, ძირითადად მას ის არ არის, ასე ვთქვათ, ალერგია, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ სწორედ ამ მუნის ტკიპაზე ჩართულია მთელი რიგი იმუნოლოგიური მექანიზმი, რომელიც კლინიკურად სწორედ ქავილს და გამონაყრის ვიზუალურ მხარეს გამოხატავს. შესაბამისად, აი ეს სწორედ დიფერენცირება ამის გამო არის, რომ ადამიანს გონია, რომ აქვს ალერგია, არადა სწორედ იმუნური სისტემის აქტივაცია, რომელიც მიმართულია მუნის ტკიპაზე და მის კვერცხზე და მის ნარჩენებზე, შესაბამისად იწვევს კლინიკური სიმპტომების გამძაფრებას. ალერგიულ პაციენტებში ძალიან საინტერესო კითხვა დასვა ჩვენმა მაყურებელმა გასათვალისწინებელია ის, რომ ვისაც აქვს ატოპიური დერმატიტი, მოგეხსენებათ, რომ მუნის ტკიპა ბინადრობს კანის ეპიდერმისში და ზედაშრეში და იმ ადამიანებს, ვისაც თავად ატოპიური დერმატიტი აქვს, რაც გულისხმობს კანის ბარიერის, ასე ვთქვათ, და დისფუნქციას, დარღვევას, ეს ზედაპირული შრე, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პაციენტებს, ისედაც არ აქვთ ჯანსაღი, იმუნური სისტემის პასუხი კიდევ უფრო ძლიერია. ამიტომაც ატოპიური დერმატიტი და მუნი ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში გაცილებით უფრო მძაფრად, ინტენსიურად, ქავილიც ასეთ პაციენტებს უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული, ძილის დარღვევაც უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული. გასამიჯნად აბსოლუტურად განსხვავებული სიმპტომო კომპლექსით მიდის. ჩვენ ვიცით, რომ ატოპიურ დერმატიტს აქვს თავისი ლოკაციის ადგილები, მუნის ტკიპას აბსოლუტურად სხვა. როგორც არის წვრილი გამონაყარი, ტყუპ-ტყუპად განვითარებული, ხაზოვანი ატოპიური დერმატიტის დროს, აქ არის სპეციალური უბნები, რომელიც ზედა და ქვედა კიდურებზეა, სახეზე ასაკობრივი დისტრიბუცია აქვს და ამიტომაც განსხვავება, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთადერთი უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ჯანსაღ კანზე არსებული მუნის სიმპტომო კომპლექსი გაცილებით უფრო მარტივად მიდის და მსუბუქად, ვიდრე ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში. მეტიც ატოპიური დერმატიტის დროს გავამახვილებ ყურადღებას, რომ მაგალითად წარმატებულად მოხდა მუნის მკურნალობა. აი პრობლემა ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს აქვთ ის, რომ თუნდაც იმუნური სისტემის პასუხი უკვე ნამკურნალებ მკვდარი ტკიპის საწინააღმდეგოდ უფრო მძაფრად მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ პაციენტებს ქავილი უფრო მეტად გაუხანგრძლივდეს, ზოგჯერ 2-4 კვირა გაუმძაფრდეს და ამაზე შეიძლება ქონდეს რეაქცია მედიკამენტზე. ხშირია სწორედ ირიტაციული კონტაქტური დერმატიტი განვითარებული თავად მუნის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე. ამიტომაც ზამთარი მოდის ატოპიური დერმატიტის გამწვავების პერიოდი სწორედ ამ დროს არის და აუცილებელია, რომ პირველ რიგში სწორი ჰიგიენა, კანის დატენიანება და თავად ატოპიური დერმატიტის გამწვავების პრევენცია მოხდეს, იმიტომ რომ რაც უფრო კანი იქნება კარგად მოვლილი, დატენიანებული და არ იქნება ანთებადი, რა თქმა უნდა, მუნის შესაძლო დამართვის შემთხვევაში ისე ინტენსიურად მძაფრად და კლინიკური გართულებული სურათით არ წავა, როგორც სხვა ადამიანებში. და დატენიანებას მუნის მკურნალობის შემდგომაც ყოველთვის მიუმართავს და დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კანის დამცველობითი ყველა ის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მუნის სამკურნალოდ, ის აღიზიანებს კანს, ესდევს თვითონ ამ მედიკამენტის მოხმარების მექანიზმში, ეს არის მათი მექანიზმი. ამიტომ არა მარტო ატოპიური დერმატიტის და მით უმეტეს ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში, ან სხვა ნებისმიერი კანის დაავადების შემთხვევაში, თუ მასთან დაერთო მუნი და დამოუკიდებლადაც კანს შემდგომ ჭირდება აღდგენა დამატენიანებელი აღდგენი კრემების საშუალებით. კიდევ ერთი კითხვა უნდა მოვისმინოთ, როდესაც მიზანმიმართულად ალერგოლოგ იმუნოლოგს გამოუგზავნა შეკითხვა ჩვენმა მაყურებელმა, ერთად მოვისმინოთ. მოგესალმებით. ალერგოლოგთან მაქვს შეკითხვა. შესაძლებელია თუ არა მუნს ალერგიული გართულებები დაერთოს და შესაძლებელია თუ არა ამისგან თავის არიდება?
მადლობა მაყურებელს შეკითხვისთვის. ჩვენ ნაწილობრივ დავიწყეთ ამაზე საუბარი, მაგრამ შეიძლება თუ არა ადგილობრივი რეაქცია იყოს, ან უფრო დრამატული იყოს ალერგიული რეაქცია, როდესაც ვლაპარაკობთ მუნით. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებელია თვითონ მუნის სამკურნალო მედიკამენტზე განვითარდეს ეგრეთ წოდებული ირიტაციული კონტაქტური დერმატიტი, ის ძირითადად ვითარდება იმ უბნებზე, სადაც ხდება კონკრეტული კრემის დატანება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ის მთელ სხეულს ფარავს სახის გარდა, შესაბამისად ფართიც დიდი არის. გაღიზიანებული ფართი დიდია. ამიტომაც ამ შემთხვევაში თუ ის მოიცავს დიდ ფართს და არის ძალიან გაღიზიანებული, გაწითლებული, უნდა მოხდეს კონსულტაცია ალერგოლოგის, შესაბამისად უნდა მოხდეს ანტიჰისტამინური პრეპარატების ჩართვა ქავილის შემსუბუქებისთვის, ტოპიკური სტეროიდების გამოყენება სწორი შერჩეული პოტენციით აუცილებლად, დამატენიანებელი საშუალებების ჩართვა, იმისთვის რომ სწორედ მოხდეს აი ამ კლინიკური სიმპტომების დროული მართვა და ალაგება. თუმცა აქ ალბათ ისიც არის გასათვალისწინებელი, უშუალოდ სხეულის ზედაპირზე მობინადრე ეს პარაზიტები ცხოველქმედების პროდუქტებით აღიზიანებენ კანს და იწვევენ იმ რეაქციას, რაც ქავილის სახით არის მერე შემაწუხებელი და უშუალოდ აი ამ ნარჩენების დამსახურებით, ამ ორგანიზმების ზეგავლენით შეიძლება იმუნური პასუხი იყოს დრამატული, მძაფრი. დრამატული მძაფრი ვერ იქნება, ის იქნება კანზე ლოკალური, ასე ვთქვათ, ადგილობრივი რეაქციის სახით, ანუ მასზე განვითარებული იმუნური პასუხი ვერასდროს ვერ იქნება, როგორც ასე ვთქვათ, ძლიერი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული გამოვლინება. და თავად და იმუნოლოგიური მექანიზმიც განსხვავებულია. ხა ჩვენ მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ტიპის ნაკმენზე ვსაუბრობთ, ეს იქნება მწერის ნაკმენი თუ ტკიპის ნაკმენი, აი მწერის ნაკმენი როგორია იმუნური სისტემის პასუხი? ყისიერი, სწრაფი, დაუყოვნებელი. შეიძლება მარტივი ჭინჭრისციებიდან სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიაც კი დასრულდეს, მაგრამ რაც შეეხება მუნის ტკიპას, ეს არასდროს არ ხდება, თავად იმუნოლოგიური მექანიზმიც დაყოვნებული ტიპით მიდის. ანუ მოხდა სენსიბილიზაცია და კლინიკური გამოვლინება 2-6 კვირის მერე დაიწყო. რაც ვიზუალურად სწორედ იმუნური სისტემის პასუხი აი ამ პარაზიტსა და ასე ვთქვათ, მის კვერცხებზე თუ ცხოველმოქმედების პროდუქტებზე სწორედ ვითარდება ქავილის გამონაყრის საშუალებით და შესაბამისად სწორედ ეგ არის. ანუ ეს არ არის ალერგია, ეს არის იმუნური სისტემის პასუხი სწორედ პარაზიტის ცხოველმოქმედების არადრამატული. რა თქმა უნდა, დავამატებ ხა ნინოს ნათქვამს, რომ მუნის მკურნალობის შემდეგ, მათ შორის წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ეს კანის ქავილი შეიძლება კიდე 2 კვირის განმავლობაში დარჩეს. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად დამატებით კიდე მკურნალობა ჩავიტაროთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ის რეაქცია იმ მეტაბოლიზმზე, იმ ტკიპის მეტაბოლიზმზე. თუ 2 კვირის მერე უკვე კიდე გაგრძელდა ქავილი, ან ახალი გამონაყრის ელემენტები გაჩნდა, აი მანდ უკვე სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება, რომ დამატებით რაღაც მკურნალობა დაჭირდეს, ან რაღაცა მედიკამენტი შეიცვალოს. ოსტისკაბიესური დერმატიტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ძალიან ხშირად ვითარდება. ვითარდება ჯერ ერთი მალამოს არასწორი მოხმარების გამო, ხდება ძალიან ინტენსიურად დიდი რაოდენობით შეზილვა, თვითნებურად და არ გაუარა ქავილმა და აგრძელებენ იმ ყურს, ამატებენ და ამით პირიქით კანს ზედმეტად ვაღიზიანებთ. ამიტომ არის, რომ ყოველთვის ვამბობთ, რომ ექიმის მითითებით და რეკომენდაციით უნდა მოხდეს მკურნალობა. 2 სიტყვას ვიტყვი მკურნალობაზე, იმიტომ რომ ამაზედაც ჩვენ სოციალურ ქსელებში არის საკმაოდ აჟიოტაჟი ატეხილი, რომ საქართველოში არ არის მუნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომ საქართველოში მუნს ვერ მკურნალობენ და მიმართავენ ისევ უძველეს საშუალებას, ეს არის გოგირდის მალამო, რომელიც ძველი რომაელებიდან 25 ჩვენი წელთაღრიცხვით 25 საუკუნიდან უკვე ცნობილი არის გოგირდის მალამო და მისი დადებითი თვისებები და არის სხვადასხვა პროცენტებით გაზიარება მუცლის ღორის კონში, უმარილო,
მეგობრებო, ესე არ შეიძლება, იცით. გოგირდის მალამო, რა თქმა უნდა, კარგია, ის სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით გამოიყენება. ღორის კონს დიდი ხანია აღარ ვიყენებთ, იმიტომ რომ სამედიცინო ვაზელინი ასევე უხსოვარი დროიდან არსებობს, ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნიდან უკვე არსებობს. გოგირდის მალამოს მოხმარების ვადა დამთავრდა მე-20 საუკუნეში და შემდგომ უკვე დაიწყო ახალი პრეპარატები, ახალი გენერაციის პრეპარატები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება და მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩვენს ბაზარზე მხოლოდ იმ მედიკამენტზე, ორალურად მისაღებ მედიკამენტზე, რომელზედაც ასევე იყო ატეხილი საკმაოდ მითქმა-მოთქმა, ეს მედიკამენტი არ არის პირველადი დანიშნულების, ისიც მხოლოდ ძალიან გართულებული ნორვეგიული მუნის დროს ინიშნება და ისიც ექიმა უნდა დანიშნოს არა იმიტომ, რომ ის რეცეპტით გაიცემა, არამედ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული შემთხვევების დროს ინიშნება. ზუსტად იგივენაირად არის ვთქვათ ეფექტიანი სხვა საშუალებები, რომლებიც არის ჩვენს ბაზარზე. როდესაც ალერგიულ ადამიანს აქვს ასეთი პრობლემა, იქ განსხვავებულია, განსაკუთრებულია მიდგომა, არის თუ არა ასეთ დროს ჩართული ალერგოლოგი იგივე დერმატოლოგთან ერთად, მაგალითად კანის პრობლემის მართვაში. აუცილებელია, მიზანშეწონილია. დიახ, იმიტომ რომ პასუხი სწორედ ჩვენ მაგაზე ვთქვით, რომ უფრო მძაფრია. შესაბამისად, კომბინაციაში მუნის მკურნალობასთან ერთად უფრო აქტიურად არის ჩართული ანტიალერგიული პრეპარატები, ქავილის შემამსუბუქებელი პრეპარატები, უფრო მეტი აქცენტია კანის დატენიანებაზე, თუ კანის ფართი დაზიანებულია, შესაბამისად შეიძლება მისახმარებელი დარჩეს ტოპიკური სტეროიდები პოტენციის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა დერმატოლოგთან, პარაზიტოლოგთან ერთად ვცდილობთ რომ ასეთ ვერ ავწდებით. ჩვენ ასეთ სოციუმში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ გვიწევს საზოგადოების სხვადასხვა წევრის მოსაზრების გაზიარება, თუმცა არის ძალიან გავრცელებული კითხვაც, რომელიც გარკვეულწილად ქალბატონი ირმა რასაც ბრძანებდა იმ თემას უკავშირდება. ჩვენ გვევალება სრუნვა ჩვენი ოჯახის წევრებზე. რა თქმა უნდა. ჩვენს 4 ფეხა ოჯახის წევრებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ოჯახის ჯანმრთელობაზე და რომ ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული, თუმცა არის თუ არა ჩვენი ოჯახის წევრი, 4 ფეხა ოჯახის წევრი, მუნის წყარო, ანუ ძაღლი, კატა და ასე შემდეგ უნდა განვიხილოთ როგორც მუნის წყარო. არა ვერ განვიხილავთ ცხოველები. ეს მუნი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არის ადამიანის დაავადება და ადამიანის კანის საფარულის ტკიპია. ძაღლი და კატა და არანაირი შინაური ცხოველი ამ შემთხვევაში ვერ იქნება დაავადების წყარო. მათ აქვთ, რა თქმა უნდა, ტკიპები, ყავთ შინაურ ცხოველებს, უბრალოდ ის სულ სხვა და რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დაყრდნა. თუმცა რაღაცა ტიპის დაავადების გადამტანი და მით უმეტეს მუნის გადამტანი შინაური ცხოველები ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვევლინებიან. ამ შემთხვევაში დაავადების წყარო ისევ და ისევ არის მუნით დაავადებული ადამიანი. ესეთ სტიგმის ერთ-ერთი გამოხატულებაა, როდესაც ვთქვათ აბრალებს, რომ მას ცხოველი ყავს სახლში და არა ის, რომ ჰიგიენის წესებს ვერ იცავს და ცხოველიდან გადაედო. ძალიან მიხარია, რომ ბოლო ფრაზასთან ამასთან მივედით. დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამით დავასრულოთ ეს ბლოკი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამა თუ იმ დაავადებაზე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა გვცხვენოდეს დაავადებაზე საუბარი. ავადმყოფობა არ არის სირცხვილი. ავადმყოფობა არის მხოლოდ ის დიაგნოზი, რომლის მართვაში ჩვენ გვჭირდება სპეციალისტების დახმარება და ჩვენ არ უნდა გქონდეს საზოგადოებრივი წნეხი იმის გამო, რომ გავბედოთ და მივიდეთ სპეციალისტთან იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენი ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა. მით უფრო პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთი ადამიანის კი არა, მთელი ოჯახის პრობლემად და მთლიანად სოციუმის პრობლემად იქცეს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გადამდებია. დღეს ჩვენ თქვენი თხოვნით საუბრობდით მუნის ტკიპასთან დაკავშირებით, საუბრობდით არა იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის დაუძლეველი სამედიცინო პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ეს პრობლემა აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ჩვენ გადავწყვიტეთ სულ ცოტა 3 წახნაგი გვეჩვენებინა ამ დაავადების პარაზიტოლოგიის, დერმატოლოგიის და ალერგოლოგიის ჭრილში. ჩვენი სტუმრები ბრძანდებოდნენ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პარაზიტოლოგი პროფესორი ქალბატონი ირმა კოკაია, დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი თამარ ებანოიძე და ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ლომიძე. მე არ გემშვიდობებით, მოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენ შუქნიშნის ზონაში შევხვდებით ერთმანეთს.
ნებისმიერ დაავადებაზე საუბრისას ჩვენ საუბრობთ თავარ პრინციპზე, როგორ შეიძლება ორგანიზმის რესურსები დავზოგოთ, შევინახოთ, ეფექტიანად გამოვიყენოთ. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვების მოდელზე საუბრისას მოვიშველიებთ ხოლმე თეფშს. თქვენ ფიქრობთ ალბათ, რომ ეს თეფში მხოლოდ ერთი კონკრეტული სიტუაციისთვის შეიძლება იყოს ვარგისი. მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის შეიძლება იყოს ვარგისი. არადა ჩვენი გადაცემა წლების მანძილზე ამას ადასტურებს, რომ დიახ, ამ პრინციპით შეიძლება ავაგოთ კვება ყოველთვის, როდესაც ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება, როდესაც ჩვენ გვინდა პრობლემის თავიდან აცილება. და აი ამის გათვალისწინებით მე გეტყვით, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებათ უზრუნველყოფა ყველა ჯგუფის პროდუქტით მიუხედავად იმისა, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს. და ეს უზრუნველყოფა არ ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება უხვი იყოს არჩევანი და რაც შეიძლება ბევრი პროდუქტით დავტვირთოთ, რაც შეიძლება ეგზოტიკური იყოს ეს პროდუქტები, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და უხვი იყოს ეს პროდუქტები და ხშირ შემთხვევაში ვაჭარბებთ კიდეც ხოლმე მონდომებით და გაცილებით მეტ რისკს უქმნით ჩვენს ჯანმრთელობას. არადა რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. მოდით დღევანდელი საუბრის ჭრილში ვთქვათ, რა სჭირდება ორგანიზმს, რომელსაც ერთი ან ბევრი ნაკბენი აქვს. თითქოს რა კავშირია კვებასა და ნაკბენს შორის, არადა კავშირი ძალიან მჭიდროა. როდესაც ორგანიზმს აქვს პრობლემა, მას სჭირდება დამზოგავი დამოკიდებულება. მოდით ავირჩიოთ საუბრისთვის დღეს ეს პრინციპი. დამზოგავი დამოკიდებულება, მაშასადამე კვებაც დამზოგავი. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ თეფშის პრინციპზე ან კვებით შუქნიშანზე ვამბობ თუ არც? არა. მაგრამ დამზოგავი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ მაგალითად საკვები ხდება დამზოგავი, შემამსუბუქებელი ორგანიზმის მდგომარეობის და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ თერმულად დამზოგავი, არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი, თბილი. ქიმიურად დამზოგავი, არადატვირთული, სხვადასხვა სახის საკაზმით, სხვადასხვა სახის გემოს გამამძაფრებლით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მექანიკურად დამზოგავი, როდესაც მაგალითად ორგანიზმის მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, ადამიანი დასუსტებულია, ცუთხასიათზეა, უგუნებოდ არის, ან უბრალოდ თავს არ გრძნობს კომფორტულად, ჩვენ არ მივცეთ უხეში საკვები ხანგრძლივი დამუშავებისთვის. ნახეთ, დამზოგავი სამი პრინციპიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს ნაკბენების მდგომარეობაშიც კი შევუმსუბუქოთ განცდები. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმს კიდევ შეიძლება შევთავაზოთ ძალიან ხელმისაწვდომი საშუალება იმისთვის, რომ შეიმსუბუქოს განცდები. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივად მივმართავთ წყალს. თქვენ ხშირად მოგისმენიათ, როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი, როგორ გამოვიყენოთ ტოქსინებისაგან გათავისუფლების სხვადასხვა რთული სქემები. უნდა გავაწბილო ამ იდეის ყველა მოყვარული და გითხრათ, არ არსებობს ასეთი სქემა სამეცნიერო თვალსაზრისით დადასტურებული, მაგრამ არსებობს არაერთი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ წყლის ადეკვატურმა, ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული სქემით გამოყენებამ ორგანიზმი შეიძლება ძალიან ბევრი არასასურველი ნივთიერებისგან გაათავისუფლოს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნაკბენების შემთხვევაში. წყლის სწორი რაციონალური გამოყენება აუცილებლად დაგვეხმარება ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის იმ შეგრძნებების, უსიამოვნო შეგრძნებების დაძლებაში, რომელიც შეიძლება ახლდეს ერთ ან მრავლობით ნაკბენს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთ დროს ნარჩენებისაგან, ანუ იმ ცოცხალი ორგანიზმების, მაგალითად პარაზიტების გადამუშავების ნარჩენებისაგან გათავისუფლება, ის ნივთიერებები, რომელიც პასუხად წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში, თუ დატოვებს ჩვენს ხელს კიდევ უფრო უკეთესი და ასეთ შემთხვევაში წყალი ძალიან კარგ სამსახურს გვიწევს. ისევე როგორც პროდუქტები, რომელთა გამოყენება ძალიან გვეხმარება თავისი წყალშემცველი თვისებების გამო. რას ნიშნავს ეს პროდუქტები? ეს პროდუქტები ჩვენთვის ნიშნავს ერთი მხრივ საკვები ნივთიერებების წყაროს, განსაკუთრებით ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და მეორე მხრივ წყლის გამოყენების შესაძლებლობას, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი პროდუქტების დიდი უმრავლესობა, ბოსტნეული და ხილი ხშირ შემთხვევაში თავისი წონის სულ ცოტა ნახევარზე მეტ წყალს შეიცავს, ზოგიერთი 70%-ზე მეტ წყალს შეიცავს. მოდით მე დავუბრუნდები ისევ იმ გამოსახულებას, რომელსაც ახლა თქვენ
წითელი ზონის ეკრანში ხედავთ. მოდით კიდევ ერთხელ შეავლეთ თვალი. რა არის ამ გამოსახულებაზე? გამოსახულებაზე არის მრავალფეროვნება პროდუქტებისა, მრავალფეროვნება ეგზოტიკური პროდუქტებისა, რომელსაც შეიძლება გვაცდუნოს, მიიზიდოს ჩვენი მზერა, რით ფერით, სუნით, გემოთი და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც არის ნაკბენი, როდესაც არის ნებისმიერი სხვა პრობლემა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმის დაზოგვა კიდევ ერთი ნიშნით. არ ჩავთოთ რაციონში ახალი პროდუქტები, არ ჩავთოთ რაციონში ეგზოტიკური პროდუქტები. უფრო მეტიც, სწორედ ნაკბენების დროს, სწორედ ნაკბენთან დაკავშირებული რეაქციის დროს, როგორც არასდროს აქტუალური ხდება კვების დღიური. მოდით მე გაგახსენებთ, რას ნიშნავს კვების დღიური. მე ხელთ ჩვენი გადაცემის ბლოკნოტი მაქვს, რომელშიც უამრავი სამახსოვროა თქვენ ეს გახსოვთ და ნებისმიერი სხვა მსგავსი ტიპის რვეული მცირე ფორმატის ბლოკნოტი ან ცოტა უფრო მოზრდილი არ აქვს მნიშვნელობა, მოგცემთ საშუალებას დაინახოთ თქვენი ყოველდღიური კვება. როგორ უნდა დაინახოთ ეს კვება? თარიღთან ერთად ვინიშნავთ რა მივირთვით, რა რაოდენობით მივირთვით, რა პროდუქტების კომბინაციის გამოყენებით მივირთვით და დღის ბოლოს როგორია ჩვენი მდგომარეობა. ან მეორე დღეს როგორ ვგრძნობთ თავს წინა დღის ჩამონათვალის გამოყენების შემდეგ. სწორედ ასეთი ჩანაწერი მოგცემ საშუალებას არა უბრალოდ თვითგრძნობაზე ვიზრუნოთ, არამედ შესაძლო ალერგიული რეაქციები ძალიან ადვილად დავაფიქსიროთ და ძალიან ადვილად დავინახოთ საჭიროების შემთხვევაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია გავუზიაროთ ექიმს და ექიმმა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ აღიქვას ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გქონდა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, დამზოგავი დამოკიდებულება, საკვები ფიზიკურად, ანუ მექანიკურად, ქიმიურად, თერმულად დამზოგავი, ეგზოტიკურ პროდუქტებზე უარის თქმა, ახალი პროდუქტების ჩართვისგან თავის შეკავება, წყლის სწორი გამოყენება და თუ საჭიროა, კვების დღიურის წარმოება. ეს იყო დღევანდელი 5 რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობ ნაკბენებთან დაკავშირებით მდგომარეობის შემსუბუქებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მე ხოლმე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.